მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. აქ თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ პოზიტიური აქ არაფერი არ არის, მათ შორის ეკოლოგიის და ჰაერის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. და რატომ მაგიხსნით, რომ ჩვენმა მაყურებელმაც იცოდეს, თუ გვაქვს დრო დეტალურად გავიაროთ ეს ყველაფერი. დავიწყოთ იმითი, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ მიიღეს დადგენილება, რომელიც ზღუდავდა 2013 წლის ქვემოთ ავტომობილების შემოყვანას. მაშინაც მიზანი იყო ეკოლოგია, სუფთა ჰაერი და ავტოპარკის გაუმჯობესება. მე კითხვა მაქვს იგივე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პირველი მინისტრის პირველ მოადგილეს და კაბატონ ნინო თანდილაშვილთან. ამ ხნის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში, თუ შეიძლება მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რამდენად გაუმჯობესდა ჰაერის მდგომარეობა თბილისში და ზოგადად საქართველოში. ასევე რამდენად გაუმჯობესდა ავტოპარკის მდგომარეობა, რომელიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და მხოლოდ 5 წლამდე თუ 6 წლამდე არის 5%, რაც რეგისტრირებულია საქართველოში, ხო? არ იქნება ეს პოზიტიური ციფრები. ვერავით აქ პოზიტივს დინამიკაში უკეთესობისკენ სულას ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ პირიქით მათივე სიტყვებით თუ ვიტყვით, პირიქით უფრო გაუარესდა გარემოც, ჰაერიც დაბინძურდა და არც ავტოპარკი არ განახლებულა. მაშინ რას გვაძლევს 6 წლამდე და ზემოთ, აი 6 წლამდე ასაკის ცენზი ავტომობილებისათვის. ესაც ხო განწირული არაფრისთვის, ხო? მეტი პრობლემებს გამოიწვევთ და შედეგად არაფერს არ მივიღებთ. აგიხსნით ახლა რატომ? დავასაბუთებ. პირველი რომ თუ ბაზარს ვკეტავთ 6 წლის ასაკით და ცენზი გვაქვს 6 წელი, მაგ შემთხვევაში მოსახლეობის 95% ვერ ყიდულობს 5 წლამდე ავტომობილს. შესაბამისად ჩაიკეტება ბაზარი, ავტომობილების განახლება, ავტოპარკის განახლება ვერ მოხდება. თუ მინდა მე შევიძინო ავტომობილი გამოსაცვლელად, ჩემი ძველი ავტომობილი გავყიდო და ახალი ვიყიდო, ვერ ვიყიდი, იმიტომ რომ ელემენტარულად რეგისტრირება აკრძალული იქნება 6 წლის ზემოთ. შესაბამისად აქ ნახმარი ანუ რეგისტრირებული ავტომობილი უნდა შევიძინო. გამოვარა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდება, ისედაც ძიმე მდგომარეობა ავტოპარკის, ხო? და ეს სისტემა ჩაიკეტებ. თუ ავტოპარკის მდგომარეობას ვერ ვაუმჯობესებთ, მაშინ ჰაერის მდგომარეობას როგორ ვაუმჯობესებთ? კითხვა ისმევა, ხო? ანუ ეს ხო ერთმანეთზეა მიბმული. აქ უნდა მოხდეს პირიქით უნდა შევცვალოთ ავტოპარკი, გავხსნათ ბაზარი და რაც შეიძლება უკეთესი მდგომარეობის ავტომობილი შემოვიყენოთ. არა ასაკობრივი ცენზი დაუწესოთ, არ შეიძლება ავტომობილი შევაადაროთ მხოლოდ ასაკობრივად. პირდაპირ გეუბნებით. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, როგორც ავტომობილელი, როგორც ავტომოყვარული და რაც მესმის ექსპერტებიდან ჩემზე მეტი გამოცდილება და ის აქვს, რა ქვია, ცოდნა ამ საკითხში, ყველა ადამიანი საუბრობს, რომ ავტომობილი არ უნდა შეფასდეს ასაკის მიხედვით. იმიტომ რომ შეიძლება ასაკით დაბალი ავტომობილი უფრო მეტად აბინძურებდეს გარემოს, ვიდრე ასაკით მეტი. იმიტომ რომ აქ ამ ავტომობილის მდგომარეობაზეა საუბარი. მდგომარეობა უნდა შეფასდეს და არა ასაკი. ანუ აქ რა პროცესთან აგვაქვს იცით საქმე, რომ ის რეფორმა, რომელიც ჩატარდა, დავასრულებ ერთ სიტყვით, ის რეფორმა, რომელიც ტექნოლოგიასთან დაკავშირებით დაიწყო, ვერ მიიყვანეს ბოლომდე და მარტივია, რასაც ვერ მართავ აკრძალე. ესეთი მიდგომაა. ეს არასწორია. ეს ყველა ტიპის ავტომობილს ეხება, მათ შორის ელექტროსაც თუ როგორ არის? კი ბატონო, ანუ შეეხება M1 კატეგორიის ამ ეტაპზე M1 კატეგორიის ავტომობილებს M2, M3, N1, N2 და N3 კატეგორიის ამ ეტაპზე არ შეეხება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე გადაწყვეტილებას ხვალე არ გამოიტანენ და იმათაც მოგვიანებით დროთა განმავლობაში არ შეეხება. რაც შეეხება ელექტროავტომობილებს, გვეუბნებიან, რომ ჯერ გითხრეს, რომ შეეხება, მერე თქვეს, რომ ჰიბრიდებს შეეხება, მერე გამოგვჭა, მერე ეხლა ჰიბრიდებს არ შეეხება. ნუ აი საკმაოდ ჩამოყალიბებელი სიტუაცია. თავიდანვე ეტყობოდა, რომ საჩქაროდ აი სახელდახელოდ გამოიტანეს. ხო და აი რა მიზანი შეიძლება იქ? ვერ ხვდებით, აი უყურეთ რა ასარგებელი შეიძლება დაუშვათ ამით ნახონ, აი რა. ეხლა უყურეთ რას მივიღებთ, თქვათ ამ კუთხით, ხო? სადღაც ლოგისტიკური კომპანიები სადღაც 30-40% გაჩერდება. და ფიზიკურად შეწყვეტს არსებობას. ამათ უკან თანამშრომლები არიან, ამ თანამშრომლების უკან ოჯახებია.
დილერების 50, 60 თუ მეტი არა პროცენტი გაჩერდება, ისევე აქაც ამათ უკან ოჯახები. ამ ყველაფრის უკან დასაქმება, ამ ყველაფრის უკან არის თვითონ ტრანსპორტის სფერო, რომ მიწოდება შემცირდება, რომ მიწოდება შეცირდება, დეფიციტი გაჩნდება ბაზარზე, ეს სატრანსპორტო ხარჯებს გაზრდის, სატრანსპორტო ხარჯების ზრდა ნებისმიერ პროდუქციის ფასებს გაზრდის, მარტო საწვავი არ მოქმედებს. ანუ სატრანსპორტო ხარჯებში მარტო საწვავის ფასი არ შედის, ხო? მომსახურება, ავტომობილის ფასი, ყველაფერი შედის. თუ საწვავი მოქმედებს, ტრანსპორტის სხვა დანახარჯებიც მოქმედებს, იგივე ანალოგიური პურის, შაქრისა და თავის პროდუქტის ფასებზე, რო საუბრობთ პროდუქციას, ხო? შემოსავლები ბიუჯეტში შემცირდება. და ეს უარყოფით გავლენას იქონებს როგორც მონეტარული, ისე ფისკალური თვალსაზრისით ეკონომიკაზე, დასაქმებაზე, ფასებზე. მე არ ვიცი, აი ერთი დადებითი რამე ეკოლოგიაზე უკვე ვისაუბრეთ. ერთი დადებითი მაჩვენეთ და თვითონ მათ აი როგორ ვთქვა, არ მოვერიდები ამ სიტყვას, პოლიტიკურათაც მათთვის მომგებიანი არ არის. აი რითი არის მომგებიანი და რატო არის ეს საჭირო და ვინ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მე ვერ წარმომიდგენია, აი ლოგიკურად არ ლოგიკაში არ ჯდება, ხვდებით? ლოგიკაში არ ჯდება. რატო უნდა მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება? კიდევ ერთხელ ვამბობ. განსაკუთრებით ასევე სტატისტიკაც ამბობს, რომ ზოგადად ქვეყანაში არსებული ავტომობილების 80% არის სწორედ 6 წელზე მეტი ხნის, ხო? ანუ 95%, 5% არის მხოლოდ 5 წლამდე, ასე. 5%. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 5% შეუძლია ახალი ავტომობილი შეიძინოს. დანარჩენი არა გვაქვს ეს ფუფუნება და რატო უღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებას, ხო? ეს პირიქით დააზარალებს. ანუ იცით რა არის, სულ ჩვენ ქვეყანაში ებრძვიან შედეგს და არა მიზეზს. ახო მიზეზ შედეგობრივი კავშირია. როდესაც შენ ებრძვი შედეგს და არა მიზეზს, მიზეზი თუ არ აღმოფხვერი და მიზეზი არის ძველი ავტოპარკი და ამ ავტოპარკის შეცვლა უნდა მოხდეს, შედეგი არის ზუსტად გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა და დამინძურებული ჰაერი. ხო? თუ შენ ისა მიზეზს არ ებრძვი, შედეგი თუ რაღაცა ფორმით, ასე ვთქვათ, მოაგვარე, აუცილებლად მე სხვა შედეგში იჩენს თავს. ერთი რაც მნიშვნელოვანია ასეთი, რომელიც არგუმენტად არის, რეექსპორტს არ ეხება. ეხება, როგორ არ ეხება? ონ პირდაპირ არა. და აგიხსნით მარტივად რატო? ნეგურად წარმოიდგინეთ, რომ დილერს, როდესაც მოყავდა ავტომობილი, სადღაც 6 თვე, მაქსიმუმ 6 თვე არის გზაში. ამ 6 თვეში ძალიან ბევრი გარემო პირობები იცვლება და ასე შემდეგ რისკიანი ბიზნესია, მოდი ასე ვთქვათ. ბევრი დიდი კაპიტალდაბანდება სჭირდება და რისკიანია ეს ბიზნესი. მაგრამ დაზღვევის ფორმა ის ქონდა ქართულ დილერს, რომ ჩამოიყვანდა თუ რეექსპორტის ბაზარზე ვერ გაიყვანდა და ვერ გაყიდდა, ადგილზე განაბაჟებდა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდდა. ხა წარმოიდგინეთ, თქვენ ახართ დილერი, ჩამოიყვანეთ 7 წლის მანქანა რეექსპორტზე გასატანოთ, ხო? ვერ გაყიდეთ, რა უნდა უქნათ ამ მანქანას? ესე უნდა გადააგდო, ანუ დაშალოთ უბრალოდ რა, ვერ გაყიდით ადგილობრივ ბაზარზე. ხლა პლუს მაგას ჩვენ ბოლო 2 წელიწადია ძალიან აქტიურად საუბრობთ, რაც შორის თქვენი ეთერებით, სხვა ეთერებით, მივმართეთ კიდევაც მთავრობას, უშუალოდ ირაკლი კობახიძეს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურთან მუდმივად შეხვედრები ქონდა ამ თემაზე, რომ დაგვეხმარეთ. არა ჯანსაღ კონკურენციას გვიწევს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ყაზახები და ყირგიზი დილერები. დემპინგური ფასებს ადებენ ჩვენ პროდუქციაზე, გაყავთ მიზერულ ფასში. ეხლა უყურეთ, ყაზახი და დილერს უკვე ზემია გამოცხადებული. ეს გადაწყვეტილება ჩვენ აი სოციალურ ქსელში რო გადახედოთ. ეხლა უყურეთ, ყაზახი და დილერი 7 წლის ჩამოყვანილ მანქანას რო დაინახავს ქართველი დილერისგან, ხო? 3-4 თვე ამ საშეღავათო საგადასახადო ვადას დაელოდება და მოვა და როდესაც უკვე ტერმინალზე იქნება დასაწყობებული, მაშინ მოვა და შემოგთავაზებთ 1-13 ფას ავტომობილის თვითგრებულს. ეს გამოდის, რომ იმის ნაცვლად, რომ რაღაცით დავეხმაროთ ამ ხალხს, საუბარია დილერებზე, კომპანიებზე და ეს სიტუაცია გამოდის, რომ პირიქით ამ ბუნებრივ მონოპოლისტებათა ვხდით ყაზახებს და ყირგიზებს. ნუ არ ვიცი ეს რა ლოგიკაში ჯდება. რა ლოგიკაში ჯდება. ეს ხალხი არის თვით დასაქმებული. ეს ხალხი ამ ხალხის დახმარებით დამატებითი ღირებულება იქმნება სახელმწიფოში. ბიუჯეტში თანხას იხდიან. პლუს მაგას
რეგიონში ხო ვიძახეთ აი ბოლო 35 წლის განმავლობაში რა დამოუკიდებელი საქართველოს გულზე ხელი დავიდოთ. წარმატებული ეკონომიკური პროექტი რამე გვაქვს. აი ძალიან ობიექტურად რო შევაფასოთ. ის მთავრობა, ეს მთავრობა, რომელი მთავრობაც გინდა აიღეთ. რამდენიმე გამოიცვალეთ. აი ერთადერთი რაში წარმატებას, აი ხაბი, ვიძახეთ ფინანსური ხაბი, კულტურული ხაბი, ამის ხაბი, იმის ხაბი, საავიაციო ხაბი, ერთადერთი ხაბი რაც ჩამოყალიბდა მართლაც, ხო? არის ავტოხაბი. შევინარჩუნოთ ეს ავტოხაბი, ვინმე რამეს ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე ვდგევართ. აი ხა პარალელურ რეჟიმში თურქეთის მინდა თქვენი ეთერით გავაჟღერო. თურქეთის საზღვართან არის პრობლემა, ქართველ დილერებს არ უშვებენ. დამატებით თანხას ითხოვენ. ეს ახლა ხელოვნურად არის შექმნილი თუ ვიღაცის არ ვიცი ახლა კორუფციული გარიგების საფუძველია კორუფციის მიზნით ხდება თუ ბიზან მიმართულად ხდება. რატო ითხოვენ ამ დამატებით თანხას? არ ატარებენ ელემენტარულად. 150 ევრო იყო ოფიციალური გადასახადი და 600 ევრომდე ახდენებენ 700 ევრომდე. თუ ეს არის რომელიღაცა ერთი მებაჟის კონკრეტული, მოდი ასე ვიტყვი, კორუფციული შემოსავლის წყარო და ამიტომ კეთდება და მებაჟემ გადაწყვიტა, ეს ერთი პრობლემა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა თუ ამის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ და რაღაცა პოლიტიკის ნაწილია და გეტყვით რა მხრივ. თუ ჩვენ ავირიდებთ ამ ნაკადებს ავტომობილებს, განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილებს, რომელიც მოდის ევროპიდან ჩვენსკენ, ხო? და განაინაცვლებს თურქეთის მიმართულებით შევა ზანგეზურის დერეფნი და შევა აზერბაიჯანში, მინდა გითხრათ თამამად, რომ ჩვენ მოგვიწევს იქი ჩასვლა აზერბაიჯანში და იქიდან სატვირთო ავტომობილების ამოყვანა. ხვდებით? აი, რამოდენი გამოწვევები გვაქვს. აქეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იქ ახალი დერეფანი, ჩინური ავტომობილები პირდაპირ ვიძახი, ხო? მე თვითონ გახდით ჩინეთში ვიზიტით, მათი მოწვევით და საკითხი დავსვით ასე, პირდაპირ ვეკითხებით, რომ კი ბატონო, ჩვენ წამოვიყვანთ იმპორტით თქვენ ავტომობილებს, მაგრამ ჩვენ როგორ ხედავთ საქართველოს, როგორც ხაობს ფუნქცია ასეთია თქვენი ხედვით? არა, მათ აინტერესებთ მხოლოდ შიდა ბაზარი. და როგორც კი შემოვა ჩინური ავტომობილი მასიურად, ხო? მოხმარება და თუ დასავლეთის მიმართულებას ჩავკეტავთ, გამოდის, რომ რეექსპორტზე რა უნდა გავიყვანოთ? ჩინეთიდან ჩამოსული ავტომობილი, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებს გამოივლეს, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. საქართველოში ჩამოვა და მე ყაზახი და ყირგიზი ჩამოვა და უკან გაიყვანს. სად არის ლოგიკა, ხო? ამიტომ კარგავთ ამ ხაბის ფუნქციას. 100,000-ობით თუ არა 10,000-ობით ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში, აი მუშაობს, ქმნის, უყვარს თავის ქვეყანა. ამ ხალხს არ უნდა გარეთ ქუჩაში გამოსულა, პირდაპირ გეუბნებით. იმიტომ რომ დილიდან საღამომდე მუშაობენ და ოჯახები აქვს შესანახი. გამიგეთ? კი, შეიძლება აქედან თუმცა შეიძლება აქამდე მივიდეს საქმე. კი, როდესაც კაბინეტში მჯდომი ადამიანი კაბინეტის კარებს კეტავს და გასაღებს აგდებს, ეს დანაშაული არ არის ავტოიმპორტიორის გარეთ ქუჩაში რო გამოდის. და კანონებს რო ღებულობ კაცს სამკუთხით. დამნაშავე არის თვითონ ის კაბინეტის მეპატრონე, რომელმაც რესურსი შეზღუდა ურთიერთობის. გამიგეთ? ადამიანი, რომელიც ვერ ნახულობს და კომუნიკაციის საშუალება არ აქვს, რომ თავის პრობლემა მოუგვარდეს, ხო? ამ შემთხვევაში გამოდის ქუჩაში. თორე დაღლილი, დაკანცული, თქვენ რო წარმოიდგინოთ რა პირობებში უწევთ დილერებს დგომა ბაზრობაზე, ხო, ეგრეთ წოდებულ ბაზრობაზე. ღია თაკარა ცის ქვეშ, ზამთარში ცივა, ზაფხულში სიცხეა. მედიაც მაგ რეჟიმში ვართ. კი ბატონო, გეთანხმებით. ცნობილია ეს. გეთანხმებით, ორი პროფესია. ვერ გამაკვირვებთ მაგრამ. ხო, არა, გაგებით არ გეუბნებით რომ გაგაკვირვებთ. სახში დაღლილი რომ მოდის, ნამდვილად უნდა რომ დაისვენოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის იმისთვის რომ ვიღაცას პირი მოუწმიდოთ. ყველას ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება გვაქვს, მათ შორის ერთი ალექსი ნონიაძეს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონი ალექსი. ნახოთ რა იქნება, როგორ განვითარდება ამ საკითხთან დაკავშირებით. უნებას მომცემთ ძალიან მოკლედ გეტყვით. შაბათს რუსთავის ბაზრობისა და მოსახურების აგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვაპირებთ აქცია შეხვედრის ჩატარებას, სადაც გვინდა რომ შევაგროვოთ ხელმოწერები და ყველას მიმართავ, ვინც არის ამ თემით დაინტერესებული და ვინც საფრთხეს ხედავს, რომ შემოგვიერთდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ალექსი ნუნიაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენი ეთერი 4-ზე ამით დასრულებულია, ერთმანეთს ზუსტად 6